ანთროპოსოფიულად შემეცნებული ზეგრძნობადი ადამიანი. ლია ყიფიანთან ნათარგმნია 4 ლექცია. ეს არის 5 ლექცია წაკითხული ჰააგაში 1923 წელი. ამიტომ ვკითხულობთ მეორე ლექციას. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გუშინდელ ლექციაში ჩვენ ადამიანის კოსმოსთან დაკავშირება ვცადეთ. ჩვენი მიზანია შევქმნათ ადამიანში ჩადებული ზეგრძნობადი არსის ღრმა და სრული შემეცნების მყარი საფუძველი. დღეს მინდა განვავრცო ის, რაც წინა ლექციაში ითქვა, რამდენადაც მიმაჩნია, რომ აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნას ადამიანის ზეგრძნობადი ბუნებაც, როდესაც იგი იშორებს ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს, ანუ როდესაც გადის სიკვდილის კარიბჭეს და შეუყვება გზას, რომელიც გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ძევს. ვაპირებ ერთგვარად, გარეგნულად მივუდგე ზეგრძნობაც. განმარტო და ავწერო ის, რაც იმაგინაციურ აღქმას ეხსნება გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ცხოვრების მიმართებით. ამით საფუძველს ჩავუყრით ადამიანის როგორც მშვენიერი და სულისმიერი არსების გაგებას. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ უაზრობა ადამიანის ფიზიკურ არსებაზე ლაპარაკი მისი სამშვენივრელის და სულის გაუთვალისწინებლად. ადამიანის ფიზიკური არსება, ფიზიკური სხეული, რომელსაც ჩვენ გრძნობად სამყაროში აღვიქვამთ, ერთიანად გამსჭვალულია სამშვენივრელით და სულით. შუბლის ფორმა, სახის ნაკვთულობა, ეს ყველაფერი მას სულიერი ძალებით ეძლევა. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ისინი, ვისაც სულიერი ხედვის უნარი გააჩნიათ, ადამიანის არსების ფორმასა და სახის ნაკვთებზე ლაპარაკს განაგრძობენ მას შემდეგაც, რაც იგი სიკვდილის კარს გაივლის. დიახ, ეს ნამდვილად ასეა. იმაგინაციური შემეცნებისთვის გარდაცვლილი ადამიანი ფორმაში იხსნება. იმასთან შედარებით ის, რასაც ფიზიკურად ვხედავთ, რა თქმა უნდა, აჩრდილის მაგვარი სურათებია, თუმცა ძალზე მკაფიო და გამომსახველი. პირველი, რითიც განგვაცვიფრებს გარდაცვლილი ადამიანის იერი, არის ის, რომ იგი გარეგნულია ბრჭყალებშია. ჩვენი წარმოდგენა ადამიანის სამშვენივრელსა და სულზე ბუნებრივია უნდა იყოს მორალური და სულიერი. აქ კი ჩვენ ვხედავთ, რომ არ ძალგვიც გავხსნათ ჭეშმარიტი და სრული წარმოდგენა ზეგრძნობად ადამიანზე მანამ, სანამ არ განვიცხადებთ იმ იმაგინაციებს, იმ იერხადებს, ადამიანს გარდაცვალების შემდეგაც რომ მოსავს. გარდაცვალების დროს ადამიანი იშორებს ფიზიკურ სხეულს. ჩვენ არ შევუდგებით იმის განხილვას, თუ რა ემართება ფიზიკურ სხეულს ამის შემდეგ, რადგანაც სხეულის შლის პროცესი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ადამიანებს გონიათ. კრემაციის შედეგად იშლება სხეული, თუ მიწაში განიცდის ხრწნას, ეს მხოლოდ გარეშე ადამიანს ეხება. თავად გარდაცვლილისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. აქ ჩვენ მხოლოდ იმას აღნიშნავთ, რომ ფიზიკური სხეული გარებუნებაში, გარებუნების ძალებში ჯერდება. ასევე მალე იშლება გარდაცვლილი ადამიანის ეთერული სხეულიც. როდესაც ადამიანის ორი გარეგნული გამოვლენა, ორი გარსი განშორებულია, რაღაც თავისუფლდება მათი მარწუხებისგან. სიტყვა გარსი აქ თქვა ზუსტი არ არის. ვინც სათანადოდ ფლობს იმაგინაციურ შემეცნებას, ის იმასაც შეიგრძნობს, რაც გარდაცვალების დროს თავისუფლდება ამ გარსებისგან. ეს არის იერიან სახე, რომელსაც უწინარეს ყოვლისა მსგავსება აქვს ადამიანური არსების ფიზიკურ სახესთან. მაგრამ ეს სულიერი სახე, მე ასე ვუწოდებ მას, ჩართულია მუდმივი სახეცვლილების პროცესში. ცხოვრებაზე გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე მე ბევრი მილაპარაკია სხვადასხვა კუთხით და მიმართებით, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება გაიხსნას ამ ცხოვრების შესატყვის იდეა. დღეს მე განზრახული მაქვს ვილაპარაკო ამ თემაზე კიდევ სხვა ახალი თვალსაზრისიდან. თუ კი შეაჯერებთ ყოველივე იმას, რაც სხვადასხვა დროს გაქვთ მოსმენილი, თანდათანობით თქვენ შეძლებთ სრული სურათის აგებას. როგორც უკვე აღვნიშნე, ადამიანის ეს სულიერი იერი, სულიერი სახე ჩართულია ცვალებადობის მუდმივ პროცესში და სულ უფრო და უფრო უახლოვდება იმას, რაც შეიძლება განისაზღვროს როგორც სულიერი ფორმა, გარდაქმნილი ერთ უდიდეს ფიზიონომია ბრჭყალებში. ასე წარმოუდგება იგი ხელდასხმულის იმაგინაციურ ხედვას და ასევე მათ, ვინც განვლოს სიკვდილის კარი. მაგრამ ეს არის მთელი ადამიანური
არსების ფიზიონომია და არა უბრალოდ მისი ნაწილი. მთელი ადამიანური არსება მის სულიერ ფორმაში წარმოადგენს ფიზიონომიას, მისი მორალური და სულიერი არსის ერთიან გამოხატულებას. გარდაცვალების შემდეგ უზნეო ადამიანს არ ექნება ისეთივე იერი, როგორც კარგ ადამიანს. ადამიანი, რომელიც დაძაბულად იბრძოდა მთელი თავისი მიწერი ცხოვრების მანძილზე, როდი იქნება ისეთივე, როგორიც ის, ვინც დინებას უდარდელად ნებისად მიუყვებოდა, მაგრამ ჩვენ ამას ვპოულობთ არა მარტო სახის გამომეტყველებაში. სინამდვილეში სახის ნამდვილი გამომეტყველება ბევრ თავის ფიზიონომიურ თავისებურებას კარგავს ცხოვრების მიერ მასზე აღბეჭდილს. ის კი რაც რჩება, თანდათან სულ უფრო და უფრო ბუნდოვანდება. ამის პირისპირ განსაკუთრებულ გამომსახველობას იძენს სხეულის სხვა ნაწილები და გამორჩეულად ის ნაწილი, სადაც სუნთქვის შინაგანი ორგანოებია განთავსებული. ფიზიონომიური იერი, რომელსაც ეს ნაწილი იღებს, ადამიანური ხასიათის მუდმივ თვისებებს წარმოაჩენს. გარდაცვალების შემდეგ მთელი გულმკერდის სისტემა სულიერი იერის წიაღში განსაზღვრულ გარე გამოხატულებას იღებს და წარმოაჩენს გულადი იყო ადამიანი თუ გაუბედავი. ცხოვრებას შეუპოვრად ეგებებოდა თუ უკანიხებდა სირთულეების წინაშე და ასე შემდეგ. ასეთივე განსაკუთრებული გამომსახველობით წარმოჩინდება გარდაცვალების შემდეგ ხელები და ხელის მტევნები. ჭეშმარიტად ხელებით და ხელის მტევნებით, განსაკუთრებით ხელის მტევნებით, რომლებიც ფიზიკურ ცხოვრებაშიც მრავლის მეტყველია და გონიერ დამკვირვებელს ბევრ რამეზე მიუთითებს, შეიძლება წავიკითხოთ ადამიანის ბიოგრაფია დაბადებიდან გარდაცვალებამდე. თითების მოძრაობის მანერა, ან ის თუ როგორ გიწვით ადამიანი ხელს, მხოლოდ მსუბუქად გეხებათ თითების ბოლოებით თუ ხურვალედ, ენერგიულად გართმევთ ხელს. ეს ყველაფერი ძალზე მნიშვნელოვანია. ასევე ბევრი რამ შეიძლება გავიგოთ თუ კი დავაკვირდებით თითების ფორმას მშვიდად ჯდომისას ან მუშაობის პროცესში. ამას ჩვეულებრივ ნაკლებად აკვირდებიან, მაგრამ ადამიანის არსება გაცილებით უფრო საინტერესო ხდება თუ კი ვაკვირდებით მისი ხელის მტევნების ან თითების მოძრაობას, რადგან სწორედ აქ იხსნება მისი ჭეშმარიტი არსი. ადამიანის ცხოვრების ისტორია ამ იმიერის მიხედვით, რომელსაც გარდაცვალების შემდეგ იძენს მისი ხელი და ხელის მტევანი, სიზუსტის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მაღალ დონეზე შეიძლება იქნას წაკითხული. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ორგანოებზეც. ადამიანის ყველა ორგანო გამომსახველობას იძენს ფიზიონომიური ხდება. გარდაცვალების შემდეგ ადამიანის არსება მისი მორალურ სულიერი ფიზიონომიურობით იმოსება. მორალურ სულიერი ფიზიონომიურობა. წინა ლექციამ დაგვანახა თუ როგორაა ადამიანის არსება ფორმირებული კოსმოსის მიერ. დაგვანახა რომ მისი კანი და გრძნობათა ორგანოები კოსმიურ ეთერში ჩაწერილი ფორმების გამოხატულებაა. გარდაცვალების შემდეგ ადამიანის ფორმა, რომელიც ასე ვთქვათ კანშია მოქცეული, მისი მორალური და სულიერი არსის ფიზიონომიურ გამოხატულებას იძენს და ასეთი რჩება საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე. როდესაც ადამიანის არსება იწყებს გზის გაკვალვას ამაღალ ცხოვრებაში, იგი ხვდება სხვა ადამიანურ არსებებს, მათ ვისთანაც მიწიერ ცხოვრებაში სულის, გონების თუ გულის სიახლოვით იყო დაკავშირებული. და აქ შეუძლებელია რაიმე თვალთმაქცობა, რამე თუ რასაც ადამიანი წარმოადგენს, რასაც იგი გრძნობს მეორე ადამიანის მიმართ, ამას ყველაფერს ასახავს მისი ფიზიონომიური იერი, ზემოთ რომ იქნა აღწერილი. გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების აღნიშნულ პერიოდში, რომელიც მოსდევს გამოცდის პერიოდს, რასაც დღეს მე არ ვილაპარაკებ, ადამიანი ცხოვრობს მათთან ერთად, ვისთანაც ბედმა იგი ამა თუ იმ მიმართებით დააკავშირა მიწიერ ცხოვრებაში. ბოლო ან ერთ-ერთ წინა ცხოვრებაში. ამ დროს ისინი საფუძვლიანად შეისწავლიან ერთმანეთს, რადგანაც ხედავენ ერთმანეთის ფიზიონომიურ იერს. ამ პერიოდის ცხოვრება მიმდინარეობს მათი შესწავლით, ვისთანაც ბედით ვართ დაკავშირებული. შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რამდენად პირადული და ინტიმურია ეს კრიტიკული ურთიერთგარჩევა. ეს სიტყვა შესაძლოა ბანალურად ჟღერს, მაგრამ იგი სრულად ასახავს სინამდვილეს. ყოველი ადამიანური არსება სრულიად გახსნილად დგას მეორის წინაშე. სრულიად გახსნილი და თვალსაჩინოა მათი ბედი. ასე და ამგვარად ჩვენ ხვდებით და დაუსრულებლივ მივყვებით ერთმანეთს.
სწორედ გარდაცვალების შემდგომი არსებობის აღნიშნულ პერიოდში ფიზიონომიური იერად ქცეული ადამიანის არსება სწავლობს მესამე იერარქიის არსებების, ანგელოზების, მთავარანგელოზების და არქეების შემეცნებას. რადგანაც ეს არსებები თავიანთი ბუნებით ფიზიონომიურ იერს წარმოადგენენ, მაღალ იერარქიულ არსებათაგან წარმომდგარი ეს არსებები საკუთარი სამშვინველის და სულის მთელ ბუნებას თავიანთ სულიერ იერში უკუაფენენ და ამგვარად იმაგინაციური ხედვისთვის ხელმისაწვდომს ხდიან მას. მესამე იერარქიის არსებებთან კონტაქტი ავსებს ჩვენს გამოცდილებას ბედით ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის მიმართებით. სურათი, რომელიც ჩვენ სხვა ადამიანურ არსებათა ზერისას წარმოგვიდგება, მეტად ნაირსახოვანია. ამ ადამიანებს შორის არიან მაგალითად ისეთები, რომლებსაც მიწიერი ცხოვრების პერიოდში ერჩიათ სადმე შორს, თქვათ სხვა ნახევარსფეროში ვენახეთ, მაგრამ ბედმა სხვაგვარად განარიგა და ჩვენ დაგვიკავშირა ისინი. ჩვენ ზუსტად ვიგებთ მათ ფარულ გრძნობებს, იმ გრძნობებს, რომლებსაც ისინი ფარულად ატარებდნენ ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ ზუსტად ვიგებთ, რა მოიმოქმედეს მათ ჩვენს მიმართ. სპექტაკლი, უნდა ითქვას, ერთობ მრავალფეროვანია და ამ მობორიალე ფორმებს შორის მოძრაობენ მესამე იერარქიის არსებები, მზებრ, ბრწყინვალე, სხივმოსილი არსებები, ანუ ლაპარაკი ანგელოზებზე, მთავარანგელოზებზე და არქებზე. მზებრ, ბრწყინვალე, სხივმოსილი არსებები. ჩვენ იძულებული ვართ მიწიერ ენაზე ვთქვათ სათქმელი, მაგრამ ეს სრული სიმართლეა. ჩვენ აბსოლუტურ რეალობას აღვწერთ, როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანი გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების აღნიშნულ პერიოდში ხვდება მასთან ბედით დაკავშირებულ სხვა არსებებს. ცოტა არ იყოს უცნაურია, მაგრამ ადამიანს მხოლოდ მათი აღქმა და გაგება შეუძლია, ვისთანაც ბედითაა დაკავშირებული. ის ადამიანური არსებები, რომლებთანაც მას სინამდვილეში ბედი არ აკავშირებს, მისთვის პრაქტიკულად უხილავი არიან. მას არ გააჩნია შესაძლებლობა წაიკითხოს მათი მორალურ სულიერი ფიზიონომია. იგი მათ ვერ ამჩნევს და არც ძალუც შეამჩნიოს, რადგანაც აქ სწორედ რომ ბედის კავშირი იძლევა ხედვის შესაძლებლობას. ეს რომ ყოფილიყო დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა ბედები და ადამიანებს ქონოდათ ხედვის ის უნარი, რომელსაც გარდაცვალების შემდგომ პერიოდში ფლობენ, ისინი ბევრს მაინც ვერ ასიხილავდნენ, რადგანაც დედამიწაზე ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ პასიურ ხედვას და ელოდებიან, სანამ ობიექტი თავად არ დაჩნდება მათ თვალწინ. დღევანდელი ცივილიზაციის ეპოქაში ადამიანები ნაკლებად არიან განწყობილი ენერგიული ქმედებებისადმი, რაც აუცილებელია გარემოცვის გაგებისთვის. ბევრი მათგანი, ვინც დღეს კინემატოგრაფიისადმი დაუოკებელი ლტოვითაა შეპყრობილი, ვინც დაბეჭდილებების წყურვილს ემონება, ანუ მიდრეკილია იმისკენ, რასაც პასიურად შეიძლება მიენდო, იგი თავის ახლობლებს მაინც ვერ იხილავს. თუნდაც ხედვის ის უნარი გააჩნდეს ადამიანს გარდაცვალების შემდეგ რომ ეძლევა. ვინაიდან გარდაცვალების შემდეგ სხვა ადამიანთა სამშვინველების ხედვა მთლიანად დამოკიდებულია ჩვენს ყურადღებაზე, რომელიც ჩვენში ინერგება იმავე გზით, რა გზითაც ბედი ადამიანთან გვაერთიანებს. ამრიგად, გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების პირველი პერიოდი არის ის დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთის შეცნობას ვსწავლობთ. ამავე დროს ვიმეცნებთ იმასაც, თუ როგორ იღებენ სულიერ სამყაროში ადამიანთა სამშვინველებს მესამე იერარქიის არსებები, ანუ ანგელოზები, მთავარანგელოზები, არქეები. ჩვენ ხედავთ, რა სიხარულით იღებენ ანგელოზების, მთავარანგელოზები, მთავარანგელოზები და არქები იგივე საწყისნი. ადამიანური არსებების სულიერ იერს. ან მეორეს მხრივ ხედავთ მათ სევდას, ადამიანურ არსებებთან შეხვედრისას. ჩვენ მოწმენი ვართ იმ შთაბეჭდილებებისა, რასაც ადამიანური სამშვინველები ახდენენ იერარქიულ არსებებზე, რომლებიც უხილავ სამყაროში მათთან ყველაზე ახლოს დგანან. ანუ ჩვენთან ყველაზე ახლოს დგანან, ესე იგი ანგელოზები, მთავარანგელოზები და არქები. ამას მოსდევს სხვა პერიოდი. ესე იგი ეს უკვე მეორე პერიოდი.
სამშვენველები, რომლებიც სწავლობდნენ ერთმანეთის შეცნობას და რომლებიც თვალმოუშორებლად მზერდნენ ერთმანეთს, ახლა უკვე გარდაცვალების შემდგომი ცხოვრებისთვის ნიშანდობლივი გზით ერთმანეთის გაგებას, მორალურ სულიერი ფიზიონომიის სულიერ გაგებას იწყებენ. პირველი გარდაცვალების შემდგომი პერიოდი ჭეშმარიტად მეხსიერების ცხოვრებაა. წმინდა, მარტივი მეხსიერების. ყოველი ადამიანური არსება ცხოვრობს მათთან ერთად, ვისაც იგი ეკუთვნის. რა თქმა უნდა, ეს არის ათბოლში არსებობა იმ გაგებით, რომ ჩვენ ცხოვრობთ, მოძრაობთ, მოქმედებთ იმაში, მთელი გარემოში, რაც ადამიანურ სამშვენველებს და მესამე იერარქიის არსებებს შორის ხდება. და მაინც ამის მიუხედავად, ჩვენ გამუდმებით ჩართული ვართ მიწიერი ცხოვრების მოგონებებში. შემდეგ მოდის დრო, ანუ მეორე პერიოდი, როდესაც ჩვენში იხსნება სულიერი გაგება. როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ, ცხადი ამ სიტყვის სულიერი გაგებით, ჩვენს თანამყოფელთა მორალური და სულიერი ფიზიონომიების მნიშვნელობას. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ეს ფიზიონომიები, რომლებიც ჩემს თვალწინ ასეთნაირად წარმოჩინდება, მიუთითებს ჩემი განვლილი ბედის იმ ფაზებზე, რომლებიც ჩვენ ერთად განვლეთ და ასე შემდეგ. ჩვენ ეს, რა თქმა უნდა, უკვე განვიცადეთ უშუალო გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ვიხილეთ ჩვენი საერთო ბედი და ბედები. მაგრამ მეორე პერიოდში ამ განცდას ისეთი ელფერი აქვს, რომ ჩვენ ვამბობთ, ჩვენი ერთობლივ განვლილი მიწიერი ცხოვრების ძალით, რაც ახლა ჩვენი ფიზიონომიების ურთიერთგაგებაში ცხადდება, ჩვენმა მომავალმა ცხოვრებამ უნდა მიიღოს ასეთი და ასეთი დინება. ჩვენს საერთო ბედში მომავლის შესაძლებლობათა გაგებას ვიწყებთ. ჩვენში ისადგურებს შეგრძნება თუ როგორ შეიძლება მომავალში განვითარდეს ის ურთიერთმიმართებები, რომლებიც მიწიერ ცხოვრებაში დაიწყო. ჩვენ ერთგვარ პერსპექტივაში ვხედავთ, როგორ იმუშავებს მომავალში ერთმანეთში გადაწნული ბედის ძაფები. საერთო ბედის ძაფები, რომლებიც სულიერი ფორმების ფიზიონომიებში იხსნება. ეს განცდა სულ უფრო და უფრო ინტიმური ხდება, იმდენად ინტიმური, რომ საბოლოოდ სამშვენელსა და სულს ესის ხორცება. იმის კვალდაკვალ, რაც სამშვენელი განაგრძობს წინსვლას არსებობის ზემოაღნიშნულ ფაზაში, თანდათან ქრება ის, რაც დედამიწაზე ადამიანური არსების ყველაზე გამომსახველ ნაწილს წარმოადგენდა. ქრება და ერთგვარ სულიერ ბურუსში იმქრება ადამიანის თავი. თავის გაქრობის შესაბამისად იცვლება სულიერი ერის ფიზიონომიური ნაკვთები. ჩნდება რაღაც ისეთი, რაც ერთგვარად მიუთითებს წარსულზე და მომავალზე. ამ დროს ადამიანის არსება გარდისახება პლანეტარული ძრაობის წიაღში მყოფ სულად. პლანეტარული სფეროების ძალთა წიაღში მყოფად სულად. შემდეგ დგება მომენტი, როდესაც ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანური არსებები უახლოვდებიან სულიერ მზეს. პლანეტარული ძალები მზისკენ იზიდავენ მათ და ყველა განცდები მათ მიერ ერთობლივ განვლილი წარსულში და ასევე მომავლის ყველა განცდა და ჩანასახებიც მათთან ერთად სულიერ მზესთან მიიტანება. ეს მონაკვეთი კიდევ ერთხელ წავიკითხოთ. ჩნდება რაღაც ისეთი, ანუ თავი როცა გაქრება, ხო? ჩნდება რაღაც ისეთი, რაც ერთგვარად მიუთითებს წარსულზე და მომავალზე. ამ დროს ადამიანის არსება გარდისახება პლანეტარული ძრაობის წიაღში მყოფად სულად. პლანეტარული სფეროების ძალთა წიაღში მყოფად სულად. შემდეგ დგება მომენტი, როდესაც ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანური არსებები უახლოვდებიან სულიერ მზეს. პლანეტარული ძალები მზისკენ იზიდავენ მათ და ყველა განცდა მათ მიერ ერთობლივ განვლილი წარსულში და ასევე მომავლის ყველა განცდა მათი ჩანასახებიც მათთან ერთად სულიერ მზესთან მიიტანება. რა თქმა უნდა, ბავშვური უმეცრება მზეს სამყაროში განთავსებულ გაზის მაგვარ სფეროდ რომ მიიჩნევენ. ეს მხოლოდ მზის ის ასპექტია, რომელსაც ის დედამიწას უცხადებს. როდესაც მზეს ვხედავთ სულიერ მშვინვიერი თვალით, რომელიც ჩვენ გარდაცვალების შემდეგ გვეძლევა, როდესაც მას გარედან უდიადესი სამყაროდან ვმზერთ,
იგი წარმოგვიდგება როგორც სულიერი არსი, ან უფრო უკეთ როგორც სულიერ არსთა კოლონია და ამ სულიერ არსთა შორის მოძრაობენ სულიერ მზეზე გარდასული ადამიანთა სამშვიდობელები. არა როგორც ცალკეული სულიერი შიდა არსები, არამედ ერთად ლტოლვილნი საერთო ბედის მოწოდებით. და ადამიანთა სამშვიდობელების მთელი ეს სისტემა მეორე და მესამე იერარქიის არსებათა მიერ მათთვის გამოტანილი განაჩენებით ანათებს სამყაროში, კოსმოსში. რათა ჩამოვაყალიბოთ მზის სწორი კონცეფცია, ჩვენ უნდა გავიაზროთ შემდეგი. როდესაც მზეს დედამიწის ზედაპირიდან ვომზარდ, იგი მოელვარე, სხივ მთოვარე სფეროდ წარმოგვიდგება. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მისი ნახატი. წესისამებრ წარმოუდგენიათ, რომ თუკი საჰაერო ბურთით მოწყდებიან დედამიწას და აიჭრებიან ცაში, მზეს ისეთსავეს დაინახავენ, როგორც ვხედავთ დედამიწიდან. მაგრამ ეს ასე არ არის. სულიერი თვალით დანახული მზის გრძნობიერ აღქმადი სურათი წარმოგვიჩენს მზიდან კოსმოსის თვალს შეუდგამ სივრცეულში განღვრილ სულიერ სხივიერებებს. კიდევ ერთხელ წავიკითხოთ ეს წინადადება. სულიერი თვალით დანახული მზის გრძნობიერ აღქმადი სურათი წარმოგვიჩენს მზიდან კოსმოსის თვალს შეუდგამ სივრცისეულში განღვრილ სულიერ სხივიერებებს. დედამიწიდან ჩვენ ვხედავთ მზის მხოლოდ და მხოლოდ იმ ასპექტს, რომელიც დედამიწის მიმართულებით ასხივებს. სულიერი მზერისთვის ჩნდება რაღაც, რაც თანდათანობით იცვლება. სულიერი სმენისთვის მისაწვდომი ხდება, მოტივად, ნოტად ყალიბდება. ეს მოტივი ხშირ შემთხვევაში მედიდური შთამბეჭდავი მოტივი არის კოსმიური მუსიკა. ის წარმოდგება იმისგან, რაც ადამიანებს განცდილი აქვთ დედამიწაზე და რასაც ისინი ახლა უკვე ახალ ვითარებაში, ანუ გარდაცვალების შემდეგ განიცდიან. ეს ყველაფერი შემოიტანება მზის ყოფიერებაში და იქიდან სხივდება კოსმოსში. ამ დროს ადამიანის არსება, რა თქმა უნდა, სულიერი ფორმით თავადაც მზის ფორმას იღებს. ვიცი ეს სიტყვები უჩვეულო ჟღერს, მაგრამ ფაქტები რეალობის შესაბამისად უნდა იქნას წარმოდგენილი, რამე თუ ჩვენ რეალობაზე ვლაპარაკობთ. ყველაფერი, რასაც ადგილი ჰქონდა სიკვდილის კარიბჭის გავლის შემდეგ, ფიზიონომიური იერსახე, სულიერი იერსახე, ეს ყველაფერი ერთგვარად მრგვალდება. და როდესაც ადამიანი მზის ყოფიერებაში შედის, იგი თავადაც სულიერ სფეროდ გარდაისახება. ამ სულიერი სფეროს წიაღში აირეკლება კოსმოსი. აქ მთელი ჩვენი არსება გრძნობათა სულიერ არსებას წარმოადგენს. მაგრამ შთაბეჭდილებები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ, უკვე აღარ არის მიწიერი შთაბეჭდილებები. ჩვენ ერთგვარად მხოლოდ და მხოლოდ თვალები ღავართ, სულიერი თვალები. და ამ სულიერი თვალით ვიღებთ შთაბეჭდილებებს მთელი კოსმოსიდან. ჩვენ გვგრძნობთ ჩვენს თავს ერთიანს უკიდეგანო სამყაროსთან და რასაც ჩვენ დედამიწაზე წარმოვადგენთ, ამას შევიგრძნობთ როგორც რაღაც გარეგნულს. მთელი სამყარო ირეკლება ჩვენ სულიერ თვალში და ვგრძნობთ, რომ ვართ ერთიანი იმასთან, რაც განცდილი გვაქვს, როგორც ჩვენი საკუთარი ბედი და ასევე ბედი სხვა ადამიანური სამშვიდობელებისა. ასე ვცხოვრობთ რამდენიმე ხანს. შემდეგ არსებობის ზემო აღწერილი ფაზიდან თანდათან გადავდივართ პირველი იერარქიის, ქერუბიმების, სერაფიმების და საყდართა სფეროში. და ვუერთდებით მათ. ამგვარად ჩვენ ჯერ ვუერთდებით მესამე იერარქიას, ანგელოზები, მთავარანგელოზები და არქები. შემდეგ მოძრაობთ იმ სამშვიდობელთა გარემოცვაში, ვისთანაც ბედით ვართ დაკავშირებული. მიმოვალთ მათ შორის ჩვენი გარეგამოვლენილი მორალური და სულიერი ფიზიონომიით. შემდეგ პლანეტარული ძალები გვიზიდავენ მზის სულიერ არსებობაში, სადაც ვუერთდებით მეორე იერარქიას, მაგრამ ჯერ კვლავ შორს ვართ პირველი იერარქიისგან. და ბოლოს, როდესაც ჩვენი მზეზე მეორე იერარქიასაც ჩამოვთვლიდი, მაგრამ ზუსტად აღარ მახსოვს და შეიძლება შემეშალოს, ამიტომ აღარ გაჩამოგითვლით, პირდაპირ ტექსტის მიხედვით წავიდეთ. და ბოლოს, როდესაც ჩვენი მზეზე არსებობა გვაგრძნობინებს მთელ კოსმოსთან ერთიანობას, ჩვენ ვუერთდებით პირველ იერარქიას, ქერუბიმებს, სერაფიმებს და საყდრებს.
ამის შემდეგ კი ჩვენში იღვიძებს ინტერესი იმ სულებისადმი, რომლებიც გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ცხოვრებაში მხოლოდ ახლა, პირველად შემოდიან ჩვენი ბედის სფეროში. ჩვენ შესაძლებლობა გვეძლება აღვიქვათ ის ადამიანური სამშვენველები, რომლებთანაც მომავალ მიწიერ ცხოვრებაში ვიქნებით დაკავშირებული. ამავდროულად სერაფიმების, ქერუბიმების და საყდრების ზემოქმედებით თანდათანობით იმის შესაძლებლობაც გვეძლება, რომ დავინახოთ ის უზარმაზარი ცვლილებები, რასაც განიცდიან ისინი, ვისთანაც ჩვენი საკუთარი ბედით ვართ დაკავშირებული. რაც უფრო მჭიდროა კავშირი, მით უფრო საგრძნობია ეს ცვლილებები. დასაწყისისთვის მე ამ ცვლილებებს აღვწერ გარეგნული ასპექტის თვალსაზრისით. როდესაც ფიზიკური თვალით ვმზერთ მოსიარული ადამიანს, ჩვენ ვხედავთ, როგორ დგამს ისჯერ ერთ ფერს, შემდეგ მეორეს, ამგვარად მიიწევს წინ. ჩვენ ვხედავთ, ასე ვთქვათ, მომენტალური ფოტოების სერიას. მაგრამ ვინც იმაგინაციური აღქმით მზერს ადამიანის არსებას, გარდაცვალების შემდგომი არსებობის აღნიშნულ სფეროში, მას ექმნება შთაბეჭდილება, რომ იმ ფორმაში, რომელსაც ფეხი ღებულობს ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, გამბეჭდილი ადამიანის მთელი ბედი, რომელსაც იგი განიცდის და რაც თავად მოიწია თავის მიწიერ ცხოვრებაში. მაგრამ ჩვენი ბედი განიბეჭდება არა მარტო ფეხებში. ჩვენი ბედის, ან უფრო სწორად ახლობელთა მიმართ ჩადენილი ყველა ჩვენი კეთილი და უკეთური ქმედებების მატარებელია ასევე ჩვენი ხელებიც. მანერა, რომლითაც მოძრაობს ადამიანის არსება, მასში ხსნის რაღაც ისეთს, რაც სამყაროსეულ განსჯას აღძრავს, ანუ სამყაროს წინაშე წარმოაჩენს მას როგორც განსასჯელს. ეს განსჯა თუ განაჩენი შემდგომში მისი ბედის ნაწილად იქცება და სისხლის ნაკადში, რომელიც არსებობის აღნიშნულ სფეროში ხილულია სულიერი თვალისთვის, იხსნება შინაგანი ბედი. ხედავთ, ანუ სისხლის ნაკადში იხსნება შინაგანი ბედი. შექმნილი თავად ადამიანის მიერ ცხოვრებისადმი მისი მიმართებით, ანუ საკუთარ განცდებზე მისი რეაგირებით. ამ გამოცხადებებმა შესაძლო ადამიანის ზემოაღნიშნულ სფეროში არსებობის ხანგრძლივი პერიოდი მოიცავს. ხედავთ, ესე იგი, აი ამ გამოცხადებებმა შესაძლო ადამიანის ზემოაღნიშნულ სფეროში არსებობის ხანგრძლივი პერიოდი მოიცვას. ისინი დიდხანს სჩანან ადამიანის სხეულებრივ სტრუქტურაში, ადამიანის სხეულის ყველა ნაწილში, გარდა თავისა და გულმკერდისა. დედამიწაზე თავისა და გულმკერდის გარეშე მოსიარული ადამიანი არც თუ სასიამოვნო სანახავი იქნებოდა, მაგრამ გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის არსებობის სფეროში სულ სხვა ვითარებაა. მორალური, სულიერი და სანახაობრივი თვალსაზრისითაც კი. აქ ყველაფერი განუზომლად უფრო დიდებულია, ვიდრე შეიძლება იყოს, ვთქვათ, დედამიწაზე მიწიერად ხილული ადამიანის თავი. ასეთია განცდათა საერთო ბედით დაკავშირებულ ადამიანთა სამშვენველები, მზეზე, სულიერი არსებობის იმ პერიოდში, რომელსაც მე ჩემს მისტიურ პიესებში არსებობის შუაღამის ჟამი ვუწოდე. აქ ურთიერთკავშირების ხარისხების შესაბამისად და მათგან გამომდინარე, სამშვენველები ერთიანდებიან იმ სამუშაოში, რომელიც შეიძლება განისაზღვროს როგორც ტრანსფორმაცია იმისა, რასაც ისინი წინა მიწიერ ცხოვრებაში წარმოადგენდნენ. სულიერი მზერით შესაძლებელია ყველა იმ დეტალის შეგრძნება, რაც ამ დროს ხდება. მაგალითად, რაც განბეჭდილია ქვედა კიდურებში, სახეს იცვლის და გადამუშავდება ისეთნაირად, რომ შემდეგ ცხოვრებაში ქვედა ყბას წარმოქმნის. ხოლო ხელების და ხელის მტევნების ტრანსფორმირებით წარმოიქმნება ზედა ყბა. სახის ამ ნაწილში განთავსებული ყველა ნერვითურთ. ერთი წუთით კიდე წავიკითხოთ ეს. ესე იგი, მაგალითად, რაც განბეჭდილია ქვედა კიდურებში, სახეს იცვლის და გადამუშავდება ისეთნაირად, რომ შემდეგ ცხოვრებაში ქვედა ყბას წარმოქმნის. ხოლო ხელების და ხელის მტევნების ტრანსფორმირებით წარმოიქმნება ზედა ყბა. სახის ამ ნაწილში განთავსებული ყველა ნერვითურთ. თქვენ რა თქმა უნდა გესმით, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სულიერად შეიგრძნობა. სულიერი აღქმისთვის ადამიანის მთელი ქვედა ნაწილი მის ზედა ნაწილადაა ტრანსფორმირებული.
ეს ცვლილება ხდება არა მარტო ცალკეულ ინდივიდუალურ, არამედ ერთმანეთთან დაკავშირებულ ყველა ადამიანურ არსებაში. ადამიანთა ურთიერთზემოქმედების მასშტაბებს განსაზღვრავს ხარისხი, რომლითაც ისინი ბედით არიან დაკავშირებული. და ამ ერთობლივი მუშაობით იქმნება ის, რაც შემდგომში ადამიანებს დედამიწაზე ერთდროულად მოსვლის და ერთმანეთის ძიება პოვნისადმი უბიძგებს. ასე ისახება გარდაცვალების და ხელახალ დაბადებას შორის სულიერი ნათესაობა, სხვადასხვა ადამიანებთან მეტნაკლები ინტიმურობით რომ გვაერთიანებს. ეს კავშირი ისეთია, რომ მაგალითად ადამიანის თავის სულიერი ფორმა, თუ როგორი იქნება მისი თავის სულიერი ფორმა შემდეგ ინკარნაციაში, შედეგია ბედით ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანური არსებების ერთობლივი მუშაობისა. და სულიერ ქვეყანაში გაწეული ეს სამუშაო თავისი შინაარსით და მნიშვნელობით გაცილებით უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ის, რაც კი ადამიანს შეუძლია დედამიწაზე აკეთოს. ასე დაამრიგად, თქვენ ხედავთ, რომ იმის აღწერა, რასაც ადამიანი სულიერ სამყაროში გაივლის გარდაცვალებას და ხელახალ დაბადებას შორის, შესაძლებელია ისევე ზუსტად და დეტალურად, როგორც აღწერთ ფიზიკური ცხოვრების სურათებს. ტრანსფორმაციის პროცესი ადამიანის სხეულის ნაწილებში და სისხლის მეტაბოლიზმის სისტემაში საუცხო, განსაცვიფრებელი პროცესია. მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ტრანსფორმაციის აღნიშნული პროცესი, რასაც სულიერი არსებობის გარკვეულ ფაზაში, გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების შუა პერიოდში აქვს ადგილი, არის ადამიანის მორალური და სულიერი თვისებების ტრანსფორმაცია. ხოლო, რაც ამ პროცესიდან ჩნდება, ამაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ჟღერს როგორც კოსმიური მუსიკა. ეს ადამიანური ფორმა, რომელიც მზისმაგვარია და წარმოადგენს სარკესს, რომელშიც უკუფენილია მთელი სამყარო, კოსმიურ ტონში გამოხატავს ადამიანის გარეგნულ ფორმას და იერს. ხატოვნად რომ ვთქვათ, ეს არის ადამიანის როგორც არსის ერთგვარი ხილული იდეა. კოსმიური ბგერიდან ჩვენ ვღებულობთ ადამიანის ქვედა ორგანიზმის ტრანსფორმირებული არსის იდეას. დროის წარმავლობის კვალდაკვალ ადამიანი თავად კოსმიური სიტყვის ნაწილად იქცევა. ის, რაც თავიდან მელოდიის და ჰარმონიის სინთეზს წარმოადგენდა, ახლა უკვე კოსმიური სიტყვის დანაწევრებულ ნაწილად გარდაიქმნება. ადამიანი გამოთქვამს თავის საკუთარ არსს, გამოთქვამს მას კოსმოსიდან, მაშასადამე გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაში არის პერიოდი, როდესაც ადამიანთა ჭეშმარიტად სულიერ სიტყვას წარმოადგენს. როდესაც ადამიანი ჭეშმარიტად სულიერ სიტყვას წარმოადგენს. არა მარტივ, რამდენიმე მარცვლისგან შემდგარს, არამედ უსაზღვროდ გამომსახველს სიტყვას, რომელიც თავის გამოთქმაში განიბეჭდავს ერთი მხრივ ზოგადად ადამიანის როგორც ასეთის სრულ არსს და ამასთანავე კონკრეტულ ინდივიდუალურ ადამიანს. გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების აღნიშნულ პერიოდში ადამიანი იუფლებს ღრმა იდუმალ ცოდნას და კოსმოსში გზავნის გამოცხადებებს იმაზე, რასაც იგი თავად წარმოადგენს. ამ გამოცხადებებს შეიგრძნობენ ღვთაებრივ სულიერი არსებები. როდესაც ადამიანის არსება მუშაობს ქვედა ადამიანის ზედა ადამიანად ტრანსფორმაციაზე, რამდენადაც ის, რაც ადრე ზედა ადამიანს წარმოადგენდა, ახლა უკვე აღარ არსებობს, სრულიად გამქრალია, ხო? ეს მუშაობა, ანუ ზედა ადამიანად, ქვედა ადამიანის ზედა ადამიანად ტრანსფორმაცია, ეს მუშაობა წარმოებს სხვა ადამიანურ არსებებთან ერთობლივ და ყოველთვის დამოკიდებულია ადამიანების ურთიერთდამოკიდებულების ხარისხზე, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს იმ კავშირს, მომავალში მათ შორის რომ უნდა დამყარდეს. მეტამორფოზაზე ამგვარი მუშაობა ჭეშმარიტად წარმოგვიდგება როგორც სულიერი ძერწვის და ქანდაკების სახეობა. ამ დროს ადამიანი, ასე ვთქვათ, იღებს ინივთებს იმას, რაც სულიერად იძერწება ფორმებში და მუშაობას განაგრძობს მანამდე, სანამ ეს ყველაფერი ჯერ ჟღერად მუსიკად, საბოლოოდ კი მეტყველებად არ გარდისახება. ამრიგად, გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების პირველ სტადიაზე ადამიანი მოძრაობს იმ ადამიანურ არსებათა სულიერ გარემოცვაში, ვინც მასთან იყვნენ დაკავშირებული. იგი ხედავს ამ ფიზიონომიურ გამოხატულებებს. ადამიანური არსებები სწავლობენ ერთმანეთის მორალურ სულიერი თვისებების შეცნობას. აი ამ პირველ სტადიაზე ეს მხოლოდ ხილვაა,
მართალია ეს ნიშნავს, რომ სამშინველები ინტიმურად უკავშირდებიან ერთმანეთს, მაგრამ ეს მაინც ხილვაა და სხვა არაფერი. ამას მოსდევს პერიოდი, რომელიც მე აღწერილი მაქვს, როგორც მზარდი ურთიერთგაგების პერიოდი. ერთი სამშინველი იწყებს მეორის გაგებას. ეს უკვე მეორე პერიოდი ხო? გამჭოლი მზერით იგი წვდება მის შინაგან ბუნებას. და ამავე დროს მან იცის, რომ ბედის მუშაობა მომავალს წარსულთან შეაკავშირებს. შემდეგ იწყება ტრანსფორმაციის უდიდესი პერიოდი, როდესაც ღრმაცოდნიდან და გაგებიდან გამომდინარე ერთ ადამიანს ხელეწიფება იმუშაოს მეორე ადამიანის ფორმირებაზე. ამ დროს სული პლასტიკურად იძერწება, მუსიკად და მეტყველებად გარდაიქმნება. აქ ჩვენთვის იხსნება რაღაც უფრო მეტი, ვიდრე გაგება. ადამიანის არსებას შეუძლია მეორე ადამიანურ არსებას უთხრას თავისი სითბოთი ახსოვსე შემოქმედებითი სიტყვა. დედამიწაზე ჩვენ მეტყველებთ მეტყველების ორგანოების მეშვეობით. ამით ჩვენს ცოდნას სხვა ადამიანებს გადავცემთ. ჩვენი სიტყვები ცოცხლობს ჩვენს ფიზიკურ სხეულში, როგორც რაღაც სწრაფი და მოუხელთებელი. და როდესაც მეტყველების ორგანოების მეშვეობით გამოვხატავთ სათქმელს, იმავე მომენტში ჩვენ ერთიანად ვიშორებთ იმას, რაც უბრალო მატერიალურის მიღმა დევს. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ რასაც ადამიანი წარმოთქვამს, რაც მოუხელთებელი სიტყვების მიღმა მიედინება, ადამიანის არსის გამოხატულებაა. ანუ არა მხოლოდ გამოვლენა მისი, არამედ მისი ნამდვილი არსი. ასეთი ადამიანურ არსებათა ურთიერთობა გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ცხოვრების შუა პერიოდში. ყოველი ადამიანის მიერ თავისი არსის დიფერენცირება. ესე იგი მეორე ადამიანის წინაშე საკუთარი არსის გახსნა. სიტყვას ეგებება სიტყვა. შინაგანად ცოცხალი სიტყვა ასეთივე ცოცხალ სიტყვას ხვდება. ადამიანთა სამშინველები თავად ცოცხალ სიტყვად გადაიქცევიან. მათი სიმფონია არის გამოთქმული კოსმიური სიტყვის სიმფონია მისსავე არსში. ადამიანები აქ ერთმანეთით ცხოვრობენ. აქ არ არსებობს ის, რასაც განუმსჭვალობა ჰქვია. სიტყვა, რომელიც წარმოადგენს ერთ ადამიანურ არსებას, ერწყმის სიტყვას, რომელიც მეორე ადამიანური არსების გამოხატულებაა და აქ იწნება ბედის ცნულები, რომლებიც იმუშავებენ შემდგომ ინკარნაციაში და იმ სიმპათია-ანტიპათიაში იჩენენ თავს ადამიანს მეორე ადამიანთან შეხვედრისას რომ აღეძრება. სიმპათია-ანტიპათია ანასახია იმ ურთიერთობისა, რომელსაც სულიერ ქვეყანაში გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ცხოვრების შუა ფაზაში აქვს ადგილი. ასე ველაპარაკებით ჩვენ ერთმანეთს. დრო იყო, როდესაც ჩვენ თავად ვიყავით მეტყველება და აქ დედამიწაზე ამის ანარეკლი გვეძლევა იმ გრძნობაში, რომელიც ჩვენში იღვიძებს მაშინ, როდესაც კვლავ ხვდებით ერთმანეთს. აი ასე უნდა გავიგოთ ჩვენი ცხოვრება. იმაში, რასაც დედამიწაზე განვიცდით სხვა ადამიანებთან ერთად, ეკოდ უნდა ჟღერდეს იმ გრძნობათა ცხოვრება, რაც ჩვენ თავად ვიყავით შემოქმედ სიტყვაში, როდესაც გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის გამოვთქვამდით ჩვენს არსს. ეს იყო დრო, როდესაც ერთი ადამიანი ჭეშმარიტად მეორე ადამიანისთვის ცხოვრობდა და როდესაც დედამიწაზე ჩვენ მეორე ადამიანისთვის ცხოვრობთ, ეს სულიერიდან მიწიერში გადმოტანილი ნამდვილი და ჭეშმარიტი ერთობლიობის ერთგვარი პროექცია. გაივლის რა ცხოვრების აღნიშნულ პერიოდს ადამიანი გადადის მომდევნო სტადიაში, როდესაც იგი თანდათან შორდება პირველი იერარქიის არსებებს, ანუ ქერუბიმებს, სერაფიმებს და საყდრებს და კვლავ მეორე იერარქიის სამეუფოს უბრუნდება. ეს იმ ძალთა სამეუფოა, რომლებითაც პლანეტები ერთმანეთზე ზემოქმედებენ. ადამიანი იწყებს სამყაროს შემეცნებას. ამგვარ შემეცნებას იგი აქამდე არ ფლობდა. ადრე მას მხოლოდ ის შეეძლო, რომ თავის გარემომცველ არსებებთან ყვალდაკვალ და მათი წამხედურობით გაჰყოლოდა ამ შემეცნებას. ახლა კი სამყარო მის წინაშე ისახება როგორც გარეგნული სამყარო. იგი ასევე იმეცნებს თავის მიმართებას იმ არსებებისადმი, რომლებთანაც ბედით არ არის დაკავშირებული. იგი იმეცნებს თავის კავშირს ადამიანთა სამშინველებთან, რომლებიც მისი განცდების ორბიტაზე პირველად ჩნდებიან გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ცხოვრების შუა პერიოდში.
ეს ხდება უკან დაბრუნებისას, როდესაც ადამიანი კვლავ პლანეტების სფეროებში ეშვება. და შესაბამისად კვლავ უკავშირდება მეორე იერარქიის არსებებს. იგი მათთან ცხადი ადრეც იყო, მაგრამ ამჯერად ეს კავშირი სხვაგვარია. პირველი იერარქია თანდათანობით ინქრება და ბოლოს სრულიად ქრება თვალსაჩინარიდან. ანუ ანგელოზები, მთავარანგელოზები და არქები. ამის კვალდაკვალ ჩნდება ადამიანის არსების სულიერი ჩანასახები, გულმკერდის და კიდურების ახალი პლასტიკური წარმონაქმნები. ადამიანი მისხალ თავიდან აყალიბებს და აშენებს თავის სულიერ პროტოტიპს. მისი საკუთარი არსის გამოხატულება, რომელსაც იგი გამოთქვამდა კოსმიურ სიტყვაში, კვლავ სფეროთა მუსიკად იქცევა და ამ სფეროთა მუსიკიდან იბადება მისი არსის პლასტიკური ხატი. ამგვარად იგი უახლოვდება იმ მომენტს, როდესაც იგი უკვე მზადაა დაუკავშირდეს ემბრიონის ჩანასახს, მისთვის მომზადებულს დედმამის მიერ. რამე თუ სწორედ რომ სულიერი ფორმა, დედამიწის ფიზიკურ ყოფიერებაში დაშვებული სულიერი არსი, არის ადამიანის არსების ჭეშმარიტი არსი და პიროვნება. ფიზიკური ემბრიონი, რომელიც მას ხვდება, მხოლოდ სამოსელია. სამოსელი პირველი გამახსენდა. მისი დანიშნულებაა დააკავშიროს ადამიანი მიწიერ სუბსტანციებთან და თავადაც ისაზრდოოს მათით. სავსე და შინაარსობრივად მდიდარია ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე. სამუშაო, რომლითაც დაკავებული ადამიანის სამშვიდველი, გახლავთ მისი ერთობლივი საქმიანობა უმაღლეს სამყაროთა არსებებთან. მაგრამ გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ცხოვრების მთელი ბუნება სრულიად განსხვავდება მიწიერი ცხოვრების წესისა და ხასიათისგან. ჩვენი ცოდნის და ადამიანზე როგორც ზეგრძნობად არსებაზე წარმოდგენის გარმავების კვალდაკვალ ჩვენ ვიღებთ შედეგს. ჩვენ ცხოვრობთ დედამიწის ფიზიკურ სამყაროში. ჩვენ ვიმეცნებთ გარე სამყაროს ჩვენი გრძნობის მეშვეობით. იმაზე, რასაც ვიმეცნებთ, ჩვენ უნდა ვთქვათ, ეს არის შემეცნებადი და არის ფიზიკური. რამე თუ ფიზიკურია ყველაფერი, რისი შემეცნებაც ჩვენ ძალგვიც ამ მიწიერ ცხოვრებაში. ფიზიკური სამყაროს ზევით არის სხვა სამყარო, რომელსაც განეკუთვნება ჩვენი ეთერული სხეული. ის შემოდის და მსჭვალავს ჩვენს ფიზიკურ სხეულს. ეს მეორე სამყარო შეუმეცნებადია ფიზიკური უნარისთვის. ის არ არის ფიზიკური. ის ზეფიზიკურია. მაშასადამე მე მიჯნება, რა ჩვენთვის შემეცნებად ფიზიკურ სამყაროს არსებობს სხვა შეუგრძნობადი ზეფიზიკური სამყარო. ისაა ჩვენი უახლოესი სამყარო და ამავდროულად მესამე იერარქიის არსებების, ანგელოზების, მთავარანგელოზების და არქების სამყოფელი. დედამიწაზე მცხოვრები ფიზიკურად განსხეულებული ადამიანისთვის, რომელიც არ ანვითარებს სულიერ ხედვას, ეს სამყარო შეუგრძნობადია. მართალია ის თავის მოქმედებას ავლენს ფიზიკურ სამყაროში, მაგრამ მაინც არ არის ფიზიკური. შემდეგია მესამე სამყარო, რომელიც ასევე არ არის ფიზიკური. ამ თვალსაზრისით ეს სამყარო ეთერულის მსგავსია, ანუ ასევე ზეფიზიკურია, მაგრამ უცნაური ის გახლავთ, რომ ეს სამყარო შეგრძნებადია. იგი შეიგრძნობა ჩვენი მიწიერი სამყაროდან. ასე მივდივართ ჩვენ იმ სამყარომდე, რომელიც აღწევს ჩვენს სამყარომდე და არის შეგრძნებადი. მაგრამ რამდენადაც იგი ზეფიზიკურია, ადამიანები უძლური არიან ახსნან მისი ჭეშმარიტი ბუნება. ამ ზეფიზიკურ, მაგრამ შეგრძნებად სამყაროს განეკუთვნება მაგალითად ყველა ის ნაკადი, რომლებსაც ჩვენ მზიდან, მზის სინათლიდან და მზის სინათლესთან ერთად ვღებულობთ. მზის ბინადარი, მზის არსებები ზეფიზიკური არიან, მაგრამ ჩვენ მათ დედამიწაზე შევიგრძნობთ. უაზრობაა ფიქრი, რომ მზის ნათელი არის მხოლოდ ის, რასაც მასში ფიზიკოსები ხედავენ. მზის ნათელი მზის არსებების გამოვლინებაა. მზის არსებები შეგრძნებადია, მაგრამ ისინი ვლინდებიან იმ ფორმით, რომელსაც ადამიანი ვერ ხსნის. ვარსკვლავთ ნათება, მთვარის ნათება, მზის ნათება და სხვა მრავალ ნათობთა ნათება ადამიანისთვის შეგრძნებადია, მაგრამ ის, რაც მათ მიღმა იმყოფება, როგორც მათი არსი, ადამიანის მიერ ვერც ნაურდება მართებულად. ამგვარად აქ ჩვენ გვაქვს შეგრძნებადი, მაგრამ
ზე ფიზიკური სამყარო, რომელიც ფიზიკურად შეგრძნებად სამყაროს ესაზღვრება. მეტად მნიშვნელოვანია გავითავისოთ სხვადასხვა სამყაროთა დახასიათება. პირველი, ჩვენი საკუთარი სამყარო, შეგრძნებადი და ფიზიკური. მეორე, მასთან მომიჯნავე მეორე სამყარო. ამ სამყაროში ბინადრობენ ანგელოზები, მთავარანგელოზები, არქები, ანუ საწყისნი. ეს სამყარო შეუგრძნობადია და ზეფიზიკური. ეს არის მესამე იერარქიის სამყოფელი და ასევე ადამიანურ არსებათა სამყოფელიც, ვიდრე ისინი გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდელი ცხოვრების პერიოდში მესამე იერარქიასთან ერთობაში ცხოვრობენ. მესამე სამყარო, შეგრძნებადი და ზეფიზიკური. ეს სამყარო მეორე იერარქიის ადგილსამყოფელია. და ბოლოს კიდევ ერთი შეუგრძნობადი და ფიზიკური სამყარო. ასეთი გახლავთ ყველა არსებულ თუ შესაძლებელ სამყაროთა სრული ჩამონათვალი. შეგრძნებადი და ფიზიკური, შეუგრძნობადი და ზეფიზიკური, შეგრძნებადი და ზეფიზიკური, შეუგრძნობადი და ფიზიკური. როგორ უნდა განვიხილოთ ეს უკანასკნელი? ანუ შეუგრძნობადი და ფიზიკური. იგი ჩვენ შორისაა. იგი ჩაბეჭდილია ჩვენს ფიზიკურ გრძნობებში და მაინც შეუგრძნობადია. წამით დაფიქრდით, თუ კი ფეხს მოაშორებთ დედამიწას, იგრძნობთ, რომ იგი მძიმეა, სიმძიმის ძალა მოქმედებს მასზე. სიმძიმის ძალა მოქმედებს ფიზიკურად, მაგრამ ის შეუგრძნობადია ჩვეულებრივი გრძნობადი აღქმისთვის. თქვენ გაქვთ ამ სიმძიმის ძალის შინაგანი განცდა, მაგრამ ფიზიკურად ის შეუგრძნობადია. იგივე შეიძლება ითქვას ზოგიერთ სხვა საგნებზეც. თქვენ არ ძალგიცთ ახსნათ, რას გრძნობთ, მაგრამ შინაგანად განიცდით იმას, რასაც უფრო ადრინდელი ინსტინქტური სულისმეცნიერება ვერცხლის წყლის ტენდენციას უწოდებდა. ადამიანში ეს ტენდენცია მოცემულია შინაგანად წვეთოვანი ფორმით, რთული შედგენილობის ცილებში, რომლებიც მასში თანდათანობით წარმოიქმნება. ეს არის რაღაც ფიზიკური, მაგრამ შეუგრძნობადი თავის მთავარ კონფიგურაციაში. ჩვენ გვაქვს წვის პროცესი, ეს წვაც ჩვენ შიგნით ხდება. იგი ვლინდება ფიზიკურად და ცხოვრობს ჩვენს სურვილებში, მაგრამ ჩვენ არაფერი ვიცით ამის შესახებ. წვის პროცესი შეუგრძნობადია და იმავდროულად ფიზიკურიც. ამ სამყაროში შეუგრძნობადის და ფიზიკურის აღნიშნულ სამყაროში ბინადრობენ პირველი იერარქიის არსებები, ქერუბიმები, სერაფიმები, საყდარნი. ეს ყველაფერი ხსნის სრულიად ახალ ასპექტს ჩვენს შემეცნებაში. გავდივართ რა სიკვდილის კარიბჭეს, ჩვენ უპირველეს ყოვლისა აღმოჩნდებით შეუგრძნობადის და ზეფიზიკურის სფეროში. ეს იგი აღმოჩნდებით რა გავდივართ რა სიკვდილის კარიბჭეს, უპირველეს ყოვლისა აღმოჩნდებით შეუგრძნობადის და ზეფიზიკურის სფეროში. ჩვენ თითქოს დავქრებით სამყაროდან. მეორე სტადიაში ჩვენ შევდივართ მეორე იერარქიის სფეროში, შეგრძნებადის და ზეფიზიკურის სფეროში. არსებობის ამ ფაზაში ჩვენ ვსწავლობთ ჩვენი ბედის გაგებას, ვსწავლობთ მზის და ვარსკვლავების მონავარდე ნათლის ნაკადებში კითხვას. ვისაც სინათლის არსში ჩახედვა ხელეწიფება, ის არ დაიწყებს მზის ან შორეული ვარსკვლავთ სამყაროს უმიზნო ჭვრეტას. მან იცის, რომ ამ მოძრავ სინათლეში იწნება ადამიანთა ბედის ძაფები. ეს შეგრძნებადი, მაგრამ ზეფიზიკური სამყაროა და ამ სამყაროში ცხოვრობენ გარდაცვლილები, ოღონდ მოჩვენებითად გარდაცვლილები. შემდეგ, როდესაც ადამიანი ახდენს კიდევ ერთ სახეცვლილებას მიწიერისკენ, იგი უკვე დედამიწაზეა. მაგრამ სამყარო, რომელშიც იგი ამჯერად ცხოვრობს, გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე შეუგრძნობადი და ფიზიკური სამყაროა. იგი ცხოვრობს სიმძიმის ძალაში, ვერცხლის წყლის და ფოსფორულ ტენდენციებში. თუ როგორ ვითარდება ეს ტენდენციები, ამას თანდათანობით შემდგომ მიმოხილვებში გავიგებთ. ამრიგად, ჩვენ ჯერ სიცოცხლიდან გავდივართ უხილავში, შემდეგ ვბრუნდებით, მაგრამ ვბრუნდებით შეუგრძნობადად. ამის შემდეგ კვლავ გავდივართ, რათა მოვემზადოთ მომავლისთვის, შეგრძნებადისა და ფიზიკურისთვის, მიწიერი ცხოვრებისთვის. და ეს არის არსებობის შუაღამის ჟამი.
ჩვენ უკან ვბრუნდებით ჩვენს გზაზე და კვლავ შემოვდივართ ფიზიკურ არსებობაში დედამიწაზე. ეს ჯერჯერობით მხოლოდ უხეში სქემაა, მაგრამ შემდგომ მიმოხილვებში იგი შეივსება ყველა მის დეტალში. ყოველ შემთხვევაში თქვენ დაინახავთ, რომ ჩვენ არ ვჯერდებით ზოგად აბსტრაქტულ აზრებს ადამიანის გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაზე. ჩვენ მაგალითად შეგვიძლია წარმოვაჩინოთ, როგორ ჩამოდის ადამიანი დედამიწაზე გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის უხილავ მდგომარეობაში, თავისი მომავალი მიწიერი ცხოვრების მომზადების მიზნით. ჩვენთვის მიწიერი ცხოვრების გაგება კიდევ უფრო გაღრმავდება თუ კი გავითავისებთ აზრს, რომ იმ ადამიანთა სულები, რომლებიც არსებობის შუაღამის ჟამს გადიან, ფიზიკური არსებობის ანუ მიწიერი არსებობის ფარგლებში ცხოვრობენ და რომ აქ დედამიწაზე ჩვენს ირგვლივ არიან არა მარტო ფიზიკურად განსხეულებული არსებები, ადამიანები, არამედ დედამიწის არსებობის ერთიან და განუკვეთელ სულიერ ნაწილს შეადგენენ ასევე ის სულები, რომლებიც თავისი არსებობის შუაღამის ჟამს, ანუ გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ცხოვრების შუა პერიოდს გადიან. თუ რატომ ვერ შევიგრძნობთ ჩვენ მათ ვერც შუა დღეს და ვერც შუაღამეს, ამაზე შემდგომ ლექციებში უფრო გამოწვლილვით ვილაპარაკებთ.